დაკავშირებით რომელი საქმეც დაწყება აქ რა ხდება რატო თიშ მოგესალმებით მეგობრებო კიდევ ერთხელ მოკლედ არ ვიცი რა ხდება ინტერნეტი ითიშებოდა და ეხლა იმედია აქ ვარ ლაივში ვარ მე დაგამატებთ ყველას მე უნდა გესაუბროთ დღეს იმ ანალიზის პასუხებზე რომელსაც ველოდები დღეს არის მე-15 დღე რეალურად მრჩეველში უпроსწორედ კლინიკა მრჩეველი რომელიც არის ანალიზების ორგანიზაცია რომელიც ანალიზებს აგზავნის ლიმბახში და ლიმბახიდან შემდეგ იღებენ პასუხებს 14 დღეში აგზავნის პასუხებს ძირითადად პასუხები მოდის 14 დღეში და დღის პირველ ნახევარში ადამიანს ეძლევა ის პასუხი რომელიც გააჩნია ანალიზს გუშინდელ საკეთ მე ანალიზი ავიღე 30-ში და გუშინდელ საკეთ მრჩეველთან ვსაუბრობ რომ რა ხდება და რატომ არ მეუბნებით პასუხს რა ხდება რატომ მიმალავთ პასუხს ხო კარგი გუშინ მიპასუხეს რომ ანალიზები ჯერ არ ჩამოსულა ხვალ ესე იგი ხვალ ანუ დღეს აუცილებლად იქნებოდა ეს პასუხები მე-14 დღეა ხვალ თუმცა მე-15 დღეა უკვე და მეუბნებიან ესეთ რამეს ჯერ არის მათი ან ძალიან ისეთი გამოცდილება მაქვს მე რო არ მოგიყვეთ არ შეიძლება იმიტომ რომ მე უკვე ვეჭვობ რომ აქ ვიღაცა ჩაერია აქ ორგანიზაციები ჩაერივნენ რადგან პასუხს ვერ მაძლევენ ხდება ესეთი მომენტი მე აგიხსნეთ ახლა რა ხდება დანარჩენი თქვენ იფიქრეთ რა შეიძლება მოხდეს რატომ შეიძლება ხდებოდეს ეს ამბავი ესე იგი გუშინ ვрекავ და ვარკვევ იმ საკითხს თუ რა არის ჩემ ანალიზებთან პასუხთან დაკავშირებით პიროვნება რომელიც იქ მუშაკია და ჩემი სახელი და გვარით ეძებს ამ ანალიზს მეუბნება რომ არ მოიძებნება საერთოდ მიუხედავად იმისა რომ ჩემი პირადი ნომერიც მივეცი არ მოიძებნება საერთოდ ამ სახელზე თქვენი ანალიზი მოკლედ ერთი სიტყვით ჩამხდეს ისევ მუსიკაზე იქ რა გაარკვეს და რა არ გაარკვეს ეს არ ვიცი რა ილაპარაკეს ეს მე ჩემ ყურამდე არ მოვიდა და მეუბნება ეს ქალი ისევ დიახ მოგძებნეთ ეს იყო უბრალოდ ხარვეზი არ იყავით შესული სისტემაში და თქვენი მონაცემები არ არის მოსული ჯერ მეუბნება ადამიანი რომელიც მეუბნება რომ ლიმბახში გადავაგზავნეთ ჩვენ მოთხოვნა თქვენ ანალიზებთან დაკავშირებით და ხვალ გექნება პასუხი რადგან ხვალ არის მე-14 დღე რაც რეალურად არ არის მე-14 დღე არის მე-15 დღე მე ხარ მრჩეველთან დაკავშირებით რატომ მივედი მრჩეველში საერთოდ მრჩეველის გარდა მძიმე მეტალებზე არსად არ აკეთებენ სამუშაო დღე დიახ სულ ერთია სამუშაო 14 სამუშაო დღე ეს არის 14 დღეში სამუშაო დღე არ წერია 14 დღეში მოვა 14 ორ კვირაში იქნება პასუხი სამუშაო დღე იქ არ წერია 14 დღეში ანუ 4ჯერ აქვს ჩემს მეგობარს ჩაბარებული ანალიზები 4ჯერვე მოსული არის 14 დღეში დღის პირველ ნახევარში ანალიზის პასუხი რომელიც ჩვეულებრივად ამ ადამიანს არც დარეკვა არც გადამოწმება არც გადაყვირილი და გადახარისხება არ მოუწია პირდაპირ მოვიდა პასუხი და ჩვეულებრივად მისცეს მას პასუხი მისი ანალიზების მაშინ კითხვა ისმის რატომ ხდება ჩემთან მაინც ჩემთან ამ მრჩეველში ასეთი შეცდომის დაშება ჯერ მეორედ მიმიყვანეს ანალიზების ასაღებად იმიტომ რომ დაავიწყდათ ერთი კოლბის აღება 5 კოლბა უნდა აიღეს 4 მეორედ მიმიყვანეს იმისათვის რომ კიდევ ერთხელ აიღოთ ანალიზი კიდევ ერთხელ აიღოთ ჩემი ვენიდან სისხლი ეხლა 14 დღე გავიდა და 14 დღის მერე ისევ რაღაცა უცნაურ ვითარებაში მოხვდი მაინტერესებს მარტო მე მჭირს ეს მრჩეველში თუ კიდევ ვინმეს აქვს გამოცდილება მრჩეველში ასეთი მსგავსი რაღაცეების მითხარით დამიწერეთ კომენტარებში დღეს როდესაც ველაპარაკე ისევ გადამრთეს მუსიკაზე ისევ არ გამაფრთხილეს და ისე გადამრთეს მუსიკაზე და რომ ჩაერთვნენ მითხრეს რომ არ არის დღეს გადაგზავნილია ლიმბახში ესე იგი წერილი რომელიც წერილიც არ მოსულა ჯერ პასუხი არ მოსულა ესე იგი გერმანელების ესეთი რაღაც არ არსებობს რომ გუშინ გააგზავნეს წერილი და დღემდე არ მოსულა
მე აქ გეტყვით ერთ რამეს. მე დამირეკეს პოლიციის განყოფილებიდან, ისნის პოლიციის განყოფილებიდან ქალბატონმა ვიღაცა ხვედელიანმა, რომელიც მეუბნება ასეთ რამეს. ქალბატონი, ის ქალბატონი, რომელზეც მე ეჭვი მაქვს მიტანილი, თურმე პოლიციას უჩივის, რომ ესეთი რამე არ მომხდარა და არ იცის რაშია საქმე, რატომ მოვიხსენიებ მას ასე უცნაურად. ასახელს და გვარებს აღარ გავაჟღერებ. მე გეტყვით ერთ რამეს. ამ პოლიციელმა, რომელიც არაპროფესიონალად საუბრობდა და მეუბნებოდა, რომ იქნებდა მისი ხათრით მე არ მელაპარაკა ამ ქალბატონზე ისეთი ენით, როგორი ენითაც მე ვსაუბრობ ამ მკვლელზე, მკვლელ ეჭვმიტანილზე და ანუ პოლიციელი, რომელიც მეუხვეწება, რომ მისი ხათრით მაინც აღარ ვილაპარაკო მე ესეთი ტონით ინტერნეტ სფეროში. მეორე ის მეკითხება, რომელ კლინიკაში გააკეთეთ ანალიზი. რაზეც ვეუბნები და ჩვეულებრივად პასუხობ, რადგან ის არის პოლიციის განყოფილებიდან ზარი, ვპასუხობ, რადგან მე ვალება, რომ ვუპასუხო თუ კი მკითხავს პოლიციელი მე იმ ინფორმაციას, რა ინფორმაცია ჩემიდან გამოითხოვეს, რა თქმა უნდა მე ვალდებული ვარ, რომ მე ვუთხრა და ვუპასუხო რომელ კლინიკაში გავაკეთე, ხო? მე ვეუბნები ამ ადამიანს, რომელ კლინიკაში გავაკეთე ანალიზი. რაზეც ისევ და ისევ ჩემი ინტუიცია მეუბნება, რომ აქ უკვე ჩაერთო ვიღაცა რაღაცა სერიოზული ძალა, რომელიც რა თქმა უნდა ამ ანალიზს დამალავს ან გააყალბებს. მაგრამ მაინც ველოდები იმ დღეს, სანამ 14 დღე გავა და ჩემი ეჭვი და ინტუიცია რამაც გამიელვა ზუსტად მართლდება, რადგან მე 14 დღეა და პასუხს არ მაძლევენ. მე 15 დღეა უпроსწორად. მე 15 დღეა პასუხი არ მომცეს. ჩემს ანალიზებზე 1358 ლარის ანალიზებზე და ვაი მაგათ პატრონს თუ იტყვიან რომ ანალიზები დაიკარგა. ვაი მერე მაგათ საერთოდ ყველას პატრონს რა. ამოვთხრი ყველას მიწიდან თქო გეუბნებით რა. საერთაშორისო სამართალს ჩავრე ვიცოდეთ. გინდა თავის ლიმბახიანა და გინდა თავის მრჩეველიანა და იმ ხალხიანა ვინც ამ მკვლელობის დაკვეთის უკან დგას. ყველას ამოვთხრი მიწიდან თქო გეუბნებით რა. თუ მიწიდან არ ამოვთხრი მიწაში ჩავდებ ყველას.